დილე მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? არაფერს არ ვიკეთებ, უბრალოდ წარბები იმას ვქენი. არც ტუში მინდა, არც კრემი მინდა და არც არაფერი არ მინდა. საკმე მაქვს. საჭმელს გავაკეთებ. და მერე დალაგებული მაქვს, აქთან სასმელები მაქვს, მერე შევალაგებ, ჩემი დამუხასია და ბავშვების სულ დავკეცე. ხო, გაყრილი მაქვს გარეთ ყველაფერი, ისინი ლეიბები, საფნები, ბალიშები. აქაც დალაგებული მაქვს. აქაც გასარეცხი არაფერი არ მაქვს, ყველაფერი გარეცხილი მაქვს. ეხლა დაიცოთ ეს დავდო ტელეფონი. ხო, ხოლოდ ეხლა სოუსი მაქვს გასაკეთებელი და კარტოფილი მიდევს. თან გავარეცხავ და თან გავთვლი. Ali moდის ნელ-ნელა, იმედია ეხა არ წავა მაინც თუმცა მოგროვებული კი მაქვს, მაგრამ სადრო აი ასე აკეთებ საქმეს და მაგრამ არ ვიცი ეხა გარადოქში ვინმეს აქვს აქ წყლის ფილტრი გაკეთებული ნიჟარასთან თუ რა არ ვიცი აქვს თუ არა, იმიტომ რომ გუშინ მუხან დილით გამოცვალა. გუშინ წიხანი გამოცვალა. წიხანი გამოცვალა და წარმოიდგინეთ, აი შავია ეს უკვე. გაჩვენებთ მერე. მედია გამახსენდო და გაჩვენებთ, ეხლა არ მინდა მენო ის დავკარგო რა ქვია. დრო წყალი რახან ესე ჟუდავს თითქოს გააპირებდეს წასვლას ისეა. წასვლას აპირებს მიგონი. წუხედ მოუწმინდე იატაკები, გავხეხევანა, ტუალეტი. 3 საათზე მოვჭი ყველაფერს და მერე დავწექი. თმის შეხება მინდოდა, მაგრამ მე უკვე იმდენად დავიღალე, რომ გადავდე. ეს იქნება ალბათ ღამე და მერე იმას ვიზა. ღამე შევიღება. გამიტან ამოხან გასკა. აი მიდის უკვე ჯანდაბა. ინგლისური არ გამიმყაროს მეთქი, მაგას არ ვუყურებ, თუმცა ბუდელნიკი მაქვს მაინც დაყენებული და გამომაღვიძებს.
გავწლი და მოვა. კარტოფილიც დავჭერი. გავრიეც. ჩავყაროთ და მოიხარშო. არი როგორც გითხარით, აი ესე მოდის. რამაც გესმის. წვეთობით. აქ მიდეს ხაფი და სტაფილო. მოდი ლიკა, მოდი. მოკლედ, ძირფასებო გელიკეთოთ ყავა, ლიკა მყავს მე. დაურეგე მოდი ლიკა ყავა დევლიოთქო. მარტო მეზარება. თუ არავინ არ არის მართლა არ ვსვამ. ყავას. იშვიათად და თქვენთან ერთად. რო ჩავთავ, თორე მართლა მეზარება. ერთი დღე ვიდეოც არ გადამიღა, ყავაც არ გამილევია. ეს არიდება მედის ხანაირად, აი ეს უშლის. Hi guys, let's make some tea. Let's boil some water with an electric kettle. Put 1 tea bag in the cup. Pour some water into the glass. Sugar to taste. 1, 2, 3, 4, 5, 6. I like tea with pancakes. მოკლედ, წავიდა ლიკა, მე დამჭა ყავა. იმას ეჩქარებოდა და ხელს ვერ ვსვამ, მე ყოველთვის გაციებას ველოდები და მარტო მე მიყვარს გაციებული თბილი ყავა. მოკლედ, ჩემი კარტოფილი თითქმის მოიხარშა. ხო და წავიდეთ უფრო განათებულზე, ვერ იმას ვშურები ამ ტელეფონს, რა უნდა, რა სჭირს. ესე იგი, ხალხო, ხო იცით, რომ ისინი გავიტანე, ლეიბები და ისინი და ესე იგი, იმდენჯერ მოგრულა, იმდენჯერ იმას აქნა. გორდე, ეს ბოთლი ვის ქონდა, თავსახური არ არის. დედა, აქაც მისულა, უყურე 3 თითია თუ თითები ამჩნევია აგერ, აი ასე. რა უნდოდა? რა უნდოდა, ნეტა? მოკლედ ესე. რომელიმე სან უნდა ვჭამო, თორე ისე არ მინდა. ხო, მოკლედ ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. დიეტა არ არის ჩემთან. არც იქნება, არ მინდა. მოვჭი. ხო და ესე. აი, რო ავჭამ, შიერი რო ვარ. მაინც ხო არ ვიკრებ, ხო და საერთოდაც არ მაინტერესებს. ეს ჭამია, ჩემი. არა დედა, მე ვიკვიჩე ხა. დაიბანე მიდი დროზე, აბანოში გაიქეცი.
ნახე შოკოლადიანი გაქვს. მიდი და დაიბანე, მიდი დედა სიყვარული ხო ხარ შენ? კაი გოგო. მიდი და მე რაღაცას გეტყვი მე. მიდი. ეს უზრდელობაა. ნახე ხა იქ დაგწინებენ არა ასე შვებოდაო. წელ დაიბანე. ნონო! ადათითებს ილოკავს. ხო და ასე გადავწყვიტე. რაც მეტს ვფიქრობ, რაც მეტად მინდა არ გამოვიდა. ხო და არც ვიფიქრებ, ნახეთ, რო ვიყავი იქეთ. არ მომადო ის მინძური ხელი ეხა დედიკო, დაიბანე დროზე, საფეთქე არ შველის მაგას. ჭამდი კიდევაც. იქეთ რო ვიყავი ოჯახში. და რა გინდა? დღეში ერთხელ კი ვჭამდი, ზოგჯერ ჩაისაც ვსვამდი. ან დილით ჩაის რო დავლევდი, შუა დღეზე ერთი ჭამა მაინც ხდებოდა და ვჭამდი ერთხელ მაინც რა. ძალიან კარგად გემრიელად მივირთმევდი. 48 კილო ვიყავი ხო? 48. ახლა რო არ ვჭამ. ამიტომაც შევჭამ. როგორც მან. რაღაცა გამიხარდება. რა მიშტედება? გეგახტის წყალობით უკეთა. შაბათს წავიყვან, ეხა ხვალაც არ წავიყვან, ის შაბათი კვირაც თლად გამოვა და შაბათ წავიყვან, ესე იგი 19-ია მე მგონი თუ 20. 22-ში ღონისძიება აქვთ. 10 ლარი მქონდა დასადები, ხილი და რაღაცეების ბაღისთვის. ვუთხარი ამ კაცს დამიტოვე მეთქი ფული. ვიღაცამ უნდა მომცესო და თუ მომცემსო მოგცემა მითხრა, შეიძლება არ მისცა. კაი, ანიკო დედაზე გამოვართვირინებ დღეს. რომ მოვა. მე მერიდება. საშემოდგომო ღონისძიება რო აქვთ. ხილი და რაღაცებია საყიდელი, რომ იქ მაგიდაზე ბავშვებს მე ეყაროთ ბევრი ხილი. ტაბელეული და რაღაცა მოკლედ. მგონი ჩურჩხელაც უნდათ. დღეს ღამე ფაფას გავაკეთებ მე. რო ხალისთვის მქონდეს გაკეთებული და პირველი დილით კრემს მოვისტუმრებ და მე ფირფიტებზე გადავალ. ფირფიტებზე გადავალ. მოკლედ ეხა გადავწყვიტე ასე გავაკეთო. გამოვიყენე მხოლოდ ერთი მალაკო და სადღაც 300 გრამამდე კარაქი. დანარჩენი ფაფა. ასე გადავწყვიტე 1 ლიტრის ძე, კიდევ კაი. კიდევ კაი გამახსენდა.
აი ეხლა ლაპარაკი რო არ დამაწყო. კი არ გამახსენდებოდა. 1 ლიტრის ფაფას გავაკეთებ. შეიძლება ცოტაც დავამატო, არ ვიცი, ნახოთ. ნამცხვარი სული ამომხადეს და ნამცხვარი ეკნებათ. მუხა მიუვნებოდა ის კი არა, კაი გამოუცხო ამათ და არ მინდა დაბადების დღეზე, მაგრამ არა თქო მეუთხარი, გამოვაცხობ ეგეთ და ერთი დღე ნახევარი არის ხოლმე ჩვენთან. აი იმ ხელა ამ ხელას ვაცხობთ, იცით, მაგრამ ზღურს. უყვართ. ძალიან. კეკა სხვას არაფერს არ ჭამს. ტორტოზე რო ვამბობდი, ჩემთვის მინდა თქვა არ გამოვაცხობ. არ გამოვაცხობ. მოკლედ ხვალ 17 არის და ჩვენი ერთად ყოფნის წლისთავია, 9 წელი გვისრულდება, მე და მუხას. ესე ბედნიერად სპარინგობაში გვისრულდება. სხვათა შორის კი გონია ეს ხალხს ჩვენი ჩხუბი, მაგრამ მართლა სამივე შვილების სიცოცხლის ფიცა ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცოტა რაღაცის გამო შემილია ყველაფერი დავკარგო. იმიტომ რომ თუ ცოტა რაღაც რასაც არ ვიმსახურებ ისეთი გამიკეთოს ადამიანმა, მე ის ადამიანი არ მინდა, გინდა ქმარი იყოს, გინდა ვინც გინდა იყოს, ეგ არა აქვს მნიშვნელობა. ესეთი ვარ. მერე ფეხციმეთ ვიყავი და ჩემი მულიშვილი ყავდა კიდე იქ ლიაში ვიყავით. ცოტა ხნით ყავდა ჩემი მულიშვილი ბიჭი იქ ჩვენ და სადღაც მოკლედ წოლითი რეჟიმი მქონდა. მე სულ ვიწექი რა თითქმის სადღაც 5 თუ 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ისეთი ის დავიწყეთ. მე და მუხამ ყოველთვის მე ვიწყებ. ჩემი მოფერება არის ეგ. ესე ვიცი და რა გავაკეთო. სპარინგობა მუხრანის დედა მერე დარეკა იმან ჩემმა დედამთილმა და რომ მოგვიკითხა როგორ ხართ რაღაცაო და ჩემი მულიშვილი ეუბნება დებიაო ესენიო სულ სპარინგობენო და იქნებაო ცუდად აბარა იქნებაო იმოშო უთხრა იმე გიჟივით ამიტყდა სიცილი ესე ვართ სპარინგობთ გიჟობთ მე ესეთი ვარ და მუხაც კი ავიყოლიე ჩემი ბავშვები ხომ მით უმეტეს გეგა სულ ჩემ ხარეზე ანუ არინდობს ხალხო აი ეგეთი რომ უცებ ბრასდებოდეს და რაღაცა გეგა უცებ ჩემ ხარეზე მე რამეს რო იტყვის მამიკო ეს გამიკეთე და ან გამხადე ან რაღაც ხო რაღაც მოუნდება ბავშვს ოჯახში ხო შენ არ არისო რომ დედიკოს გამო მე მირტყავ ვიდეო დედა შენთან მოეტყვის ის ხოდა ესე ვართ 9 წელი სული ამოვხადე მოგიდოს და ვერ ამოვხადე კიდე დედა წაიმინე ჩამოაშხიდე მოვიდა დედა ჩამოშვება ბოლომდე კი ნაპოლით არ არის, მაგრამ დაიცა იმდენი წყალი რა გინდა და ეხა იმდენს რო ასხამ. დედა, ხო იმას გითხარით გაჩვენეთ მეთქი შეგახედოთ. აი უყურეთ. აი როგორი შავია. და არაფერს არ მალავ ხალხო. წუხეთ კიდე სხვა გავფრინე. წამე დედა გოდეძი ხმრეთო ხო გითხარი წადი მეთქი არა დახევარია ზუსტად და გაიქეცი ვეული გიდე სავარჯი ვარქაფქანე ფუალი ელა ასული ვეგონე დედიკა გოდიში მომხადე მასწავლებელს ელა დედიკა დედა ვეგავს ხანი იდას არა ჩემი ხალხი დედიკა
დედიკა. გიჟივით რო გამახსენდა? ჩანთა რო არ მენახა დავიჯერებდი კიდე რომ აი წავიდა. ლექსიკონიათო და ლიკა მეუბნება რაღაც ლექსიკონიათო და დედიკო იცი თქო ლექსიკონიათ რაღაცა რა არის თქო რომელია მაჩენა და აბა არ დახედო მომიღები მეთქი. ლიკაც აქ იყო და მომიხვა. ნახეთ რა არის. აი შემთხვევით არის ქართველი მეთქი ვიძახი, იმიტომ რომ ქართულს ესე იგი იმდენჯერ უნდა მოვაყოლო, იმდენჯერ უნდა შევახსენო და ძლივს ვსწავლობთ. ინგლისურს წაიკითხოთ, იცის, რა გინდა? ეხლა დედიკო დავიჯერო შენ ამერიკაში წახვალ, ან სადმე წახვალ მეთქი რომ ესე ინგლისური კარგი იცი, გისწავლია. უყვარს ძალიან. და მაგიტომ უნდა. თუ ინგლისურის გაკვეთილი აქვს, გაცდენა არ უნდა, გამორიცხული არ უნდა გააცდინოს. დავალებას სწორად გავაკეთეთ. ანუ წიგნში იყო სხვა, მოკლედ, წიგნში იყო ნახატების მიხედვით და წიგნში რაც ნახატი იყო, ის იყო დაწერილი. ეგ იცოდა კოდებს ზეპირად. მაგრამ ნახეთ რაში იყო საქმე, დავალება მდგომარეობდა ასე. უნდა გეეკეთებინათ ისე რომ რასაც აკეთებდნენ, იმაზე ელაპარაკათ. ხო და კოდემ გააკეთა სწორად დავალება. ანუ იქ ნახატი იყო გაზზე რომ დადგამ ჩაიდანს და ნაწერი იყო რომ ესე საუბრობთ, მაგრამ კოდე იმას არ ამბობს, კოდე ამბობდა რომ ელექტროჩაიდანით ავადუღოთ წყალი, იმიტომ რომ იმას ვერ გამოვაჩენდი. აი იმას ვერ გამოვაჩენდი, გამოჩნდებოდა და ეხლა თლად მახინჯი ვიდეო არ მინდოდა. ხო და მაგიტომ ავადუღეთ ჩაიდანში. მერე იყო რომ პატარა ჩაიდნები რო არის, სადაც ჩაის ჩაყრი და მდუღარეს რო ჩაასხამ და ეს ჩაი უნდა ჩაასხა მერე მდუღარე წყალში, რომ ჩაი გამოვიდეს. აი ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენ კოდემ თქვა რომ ანუ ჭიქაში მდუღარე წყალი ჩაასხა, მერე ერთი პაკეტი ჩაი აიღო და ჩადო, მერე შაქარზე თქვა რომ შაქარი გემოვნებით. და მერე ამბობს რომ მე ჩაისთან მიყვარს პანკეიკი. ანუ ალადიკები გამოვაცხე სპეციალურად მაგისთვის. ასაკეთებს ხო გაჩვენეთ როგორი დაალაგებული მქონდა და ეხა კიდე მივედი და დედა მასუხურე. ახა მაგი აკრიფე დროზე? ახა დროზე აკრიფე მაგია და ჩქარა. დედა სამივე შვილებს გეფიცებით ხალხო რომ ეხა რომ შემოვედი შოკოლადები რომ მქონდა მაგიდაზე იმისი საიდან გახსნა ამდენი არ ვიცი საიდან მოიტან ამდენი არ ვიცი და წარმოიდგინეთ რომ ყველა იქ ეყარა მდივანზე და მე იმათ წიწკნიდა ხევდა რა ვიცი მე თავს არ მოიფიქრებს მაგრამ დაიცად გაიზდება დიდი გოგო და რო დავაწყებინებ საქმის კეთებას ეს გააკეთე ის გააკეთე და არ მოვასვენებ ნახოს ხო არა შემეცოდება ვიცი ახლა არ მინდა იგივე გაიაროს და იგივე საკეთებდეს რასაც მე მაგალითად რომ აი ყველაფერს რო აკეთებდი სახლის დალაგება გასახეხი გარეთ ეზო შიგნით ეზო ყვავილები, ყანა, რა ვიცი, კიდე რას ვაკეთებდით? ხილნარი. მოკლედ, ზალიცი ბევრ ამეს, ხო? მოკლედ. ბავშვობაში. ხო და ამიტომ არ მინდა იგივე, რა თქმა უნდა, და სად გააკეთებს იგივეს, მაგრამ მაინც ეხა სახლის დალაგება და საჭმელი. ან დესერტები, რაღაცები, გოგომ რო იცის, აი გიჟდები. რამეს გიმრიელს რო გააკეთებს ბავშვი ძალიან მომწონს რომ აი რაღაც მიდრეკილება აქვს ან ტორტების ხობა ან რამე ან სალათები მაგალითად ხო რამე უნდა იცოდეს გოგო რამე უნდა იცოდეს აუცილებლად რა ვიცი მე ესე მომწონს და იმედია რამე ეყვარება რამის კეთება მაინც და გააკეთებს შევეცდები შევაყვაროთ
არ არის კარგად კიდე მოხარშ. ხოდა ის კიდე მოვიწყო რაზე გესა ხო და სწორად გააკეთა მოკლედ გოდენ დავალება კარგი იყო და მასწავლებელს აქვს ეგეთი ჯგუფი The Stars ანუ ვარსკვლავები ამ მგონი და იმ ჯგუფში თვითონ დადო მე არ დამიდია ვიდეო სანამ ანუ მოკლედ მასწავლებლის დადებული გადავაზიარე თორე ჩემი გადაღებული მე რაც მასწავლებელს ჩაუყდე ის მე არ დამიდია მაქვს რა თქმა უნდა ტელეფონში და მუსიკოდ მინდა რომ YouTube-ზე დავდო აქ მიუერთებ ამას რახანის ერთებელი მაქვს და აქ მქონდეს მინდა გოდეს გავუკეთო არხი მაგრამ მინდა რომ ჩემზე მობმული არ იყოს აი ესეთი მქონდეს ხო და თავისი რაღაც პატარ-პატარა ვიდეოები რაღაცები მინდა რომ გქონდეს მინდა რომ გქონდეს და ესე ჩემო კარგი წავედი ახლა მე დაგამშვიდობებით ხუთის მერე მოხარო მოვა წავალთ ავარჩევში პარლიას გადავიღებ იქ ჯეოკენში მივდივართ და გადავიღებ მანდ ვიდეოს დაგათვალიერებინებთ რა არის სად არის არაფერი არ ვიცი და კარგი ბიჭო და ავარჩევში პარლიას და მე და მუკიდო დავიწყებთ კაკრას ბუდიშით კაი დროს ემთხვევა შაბათი კვირა ხამღამობით საღამოობიდან გავაკრავთ ეხლა მთლიანად ერთ დღეში მე დამუხა მაგას ვერ მოვამთავრებთ მაგრამ მოკლედ აი ამ კედლის აი ასე რო არის კედელი სადაც კალენდარი და ისინი გვიკიდია იმის გაკეთება მინდა გაჩვენებთ ახლა პირველი აი ამ კუთხეს გავაკეთებთ აი ამ კუთხეს აი ამით დავიწყებთ მერე ალბათ ამას უნდა მივყვეთ იმიტომ რომ ეს ფარდაც მინდა რომ გამოვცვალო მაგრამ ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე რომ თურქეთში ვიყავი და მაშინ ფარდა არ წამოვიღე ამის გამოცვლა მინდა აქ რამე ლამაზ სქელფათი მოკლედ სახალხო თუ მოვახერხე რამეს გავაკეთე იმიტომ რომ მე ხა ფარდების გამყიდველი რა ვიცი ვინმე არ მყავს ახლობელი მაგრამ აქ მაინც სვილია 20-25 დღეს თურქეთში რაც 8 და 6 ლარი ღირს ის სქელი ფარდები რო გააკეთო იქ მაგალითად და იქ ის ცუდი არ არის კარგია იქ ფარდა ცუდი არ არის მაგი მაგრამ ესეც უნდა გამოვცვალო და ეს მოკლედ სახალხოდ მინდა რომ ლამაზად მოვაგვიჯუჯო ეს ოთახი ჩემი რო იყოს ეხა ეს ბინა ამ კარს საერთოდ გავაუქმებდი აი ამ კარს და ამ ოთახს საწოლო ოთახად გავაკეთებდი იმიტომ რომ ერთი საწოლი ოთახი არავის არ ყოფნის მით უმეტეს ოჯახი როცა ხარ ამას მე და მუხა აქ ძალიან კარგად დავეტეოდი პატარა ლოგინი სადღაც მეტრ-ნახევრიანი წავა თან ისევ ამათ დაამზადებინებდი ვინც ეს გამიკეთა და ზემოთ პატარა თაროები და ამ კარს იმიტომ გავაუქმებდი რომ აი აქ უნდა დავდგა მაშინ ის გარდერო ფიქრობა ხო და მოკლედ მე დამაკლა ჩემი იყოს თავიდან იმყოფინებ და მე იქეთ მაინც ორი ბიჭები არიან და მეტი უნდათ კი მაგრამ თუ ამ წლებშიც როცა ესენი პატარები არიან თუ ვერ მოვახერხეთ ვერაფერი მე სწავლა რაღაცა და მოკლედ ყოველთვის იქნება გასავალი ასე რომ ძალიან უნდა მოვინდომოთ რა ძალიან წავიდება ძირფეს დაგემშვიდობებით ბედნიერ მშვიდობიან და პოზიტიურს აყოფის დღეს გისურვებთ გადის